თქვენ როგორ უყურებთ 4 ოქტომბერს რა მიზანს ემსახურება ეს შეკრება, რა არის მიღწევადი, რა შემთხვევაშია მიღწევადი და ვინ უნდა მოქმედებდეს დღეს იმისთვის, რომ ეს საერთო სახალხო ენთუზიაზმი მოემსახუროს ამ საქმეს, ისე რომ ქვეყნის ინტერესი არათუ დაზარალდეს, არამედ პირიქით წინ წაიწიოს. ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ძალიან კარგი შესავალი იყო. მივესალმებ ჩვენს მაყურებელს. რაც უფრო ხა მოახლოვდება ეს პერიოდი, მით უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რომ ის ადამიანები, ვინც ფლობთ ასე ვთქვათ კომპეტენციას და ასე ვთქვათ სტრატეგიული პრიზმიდან უყურებთ მთლიან პროცესს, არა მარტო კონკრეტულ რაღაც ელემენტებს, არამედ მთლიან პროცესს და თითოეულ ამ ელემენტს, რაც ამ პროცესში შემადგენელია, რა დანიშნულება აქვს იმ შედეგიდან გამომდინარე, რაც გვინდა მივიღოთ, სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი იქნება სწორი კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ჟურნალისტებთ გაქვთ აქ ძალიან ასე ვთქვათ გმირული ფუნქცია რეალურად, რომ ამას ყველაფერს სათანადო ყურადღება მივაქციოთ და გავაჩინოთ ეს შესაძლებლობები. ხა რაც შეეხება თვითონ პროცესს, ესე იგი, რა თქმა უნდა, მოლოდინები არსებობს ახლა სუბიექტური მოლოდინები და ობიექტური მოლოდინებიც. ასუბიექტური სურვილები, მოდი ესე დავარქვათ, სურვილები ძალიან კარგია, ეს განწყობას გვიმაღლებს, ანუ გრძნობთ, რომ ჩვენ გვინდა გარღვევა, მებრძოლი ქართველი საზოგადოება, რომელსაც ეს ქვეყანა აინტერესებს და რომელსაც კრიტიკული აზროვნება გააჩნია და რომელიც აფასებს ახლა სადმიმყოფები ჩვენ და საით მივექანებით. ის ადამიანები, რა თქმა უნდა, შიმშილში არიან რეალური სანდო სარწმუნო პროცესის და იმ გარღვევის, რომელიც ჩვენ გაგვიყვანს, ასე ვთქვათ, ახალ ეტაპზე გადაგვიყვანს, გადაგვალახინებს ამ საშინელ გამოწვევას, რომელიც არის ახლა რუსული მოღალატეობრივი რეჟიმის სახით აქ, რომელიც დამკვიდრებას ცდილობს და გადაგვიყვანს ახალ ეტაპზე. რა საკვირველია ამ ტიპის, ასე ვთქვათ, ბრძოლას, რომელშიც ეს ნაწილი საზოგადოების ვიმყოფებით და აქ ვართ 100,000-ობით ადამიანი. მიუხედავად იმისა, ხა რუსთაველზე რამდენი ადამიანი დგას ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში თუ არ დგას, ამ ბრძოლაში ვართ 100,000-ობით ადამიანი. თითოეულ ჩვენთაგან შეგვიძლია რაღაც გავაკეთოთ ამ მიმართულებით და ეს, ასე ვთქვათ, შინაგანად საპოვნელი გვექნება ჩვენ და გვაქვს და შეიძლება ბევრი ორიენტირებულიც არის ამ ბრძოლის რომელ, ასე ვთქვათ, განზომილებაში იმყოფება, შეიძლება საინფორმაციო განზომილებაში იბრძოლოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს, თუნდაც ერთი კომენტარით, თუნდაც ერთი კონტენტის გადაზიარებით, ან იყოს წინარიგებში, სადაც ასე ვთქვათ, პირდაპირ ფიზიკურ წინააღმდეგობაში იყოს იმ ძალის მიერ თავდასხმებთან, რომელსაც რეჟიმი სავარაუდოდ განახორციელებს. მაშინ, როდესაც ჩვენ ასე ვთქვათ, წინააღმდეგობის კაფიო ფორმაში და პროცესში შევალთ. ეხლა ეს გამოცდილება, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ ნოემბერ-დეკემბერში, არის უძვირფასესი გამოცდილება. ჩვენ ვნახეთ, ასე ვთქვათ, მებრძოლი ქართული საზოგადოება საკმაოდ მრავალფეროვანი, არა მხოლოდ ახალგაზრდები, თუმცა მადლობა ლომის წილი მიუძღვით ამ ამბავში. არა მხოლოდ ახალგაზრდები, არამედ ასე ვთქვათ, საკმაოდ მრავალფეროვანი საზოგადოება, მაღალი თვითორგანიზების ხარისხით მოქმედებდა, მაგრამ არ იყო მკაფიო ამოცანები დასახული. იმიტომ ვინაიდან ანუ საზოგადოების თვალსაჩინოში მაშინ იყო ძირითადად იმპულსი, ბრაზი და ეს თვითორგანიზება, მაგრამ არ იყო კონკრეტული სტრატეგიული დამოკიდებულება თუ რას უნდა მივახციოთ ჩვენ, რა არის ჩვენი ამოცანა, ხო? აი აბსტრაქტული იყო ეს ყველაფერი, ყველა მიცოდეთ რომ გვინდოდა, არ გვინდოდა ის არჩევნები, გვინდოდა ახალი არჩევნები, მაგრამ როგორ რა სტრატეგიით უნდა მივსულიყავით ამ ეტაპამდე, ეს გაუგებარი იყო, არ იყო ცნობილი, ეს ეტაპი გასავლელი იყო. მერე შეგვაშინა ამ რეჟიმამ ჩიშის და ასე ვთქვათ, საკმაოდ შიშით გაჯერებული რთული გარემო ჩამოაყალიბა და ასე ვთქვათ, გამოიწვია ჩვენი ასე ვთქვათ აქტიური საზოგადოების დიდი ნაწილი სახლებში გამომწყვდება, მაგრამ ანუ რეალურად ეს შიშით მოწვეთილი არის ახლა. ეხლა ჩვენ რა გვჭირდება? ჩვენ გვჭირდება ახლა ფოკუსის გასწორება რეალობაზე, რომ პირველ რიგში ბევრი დრო არა გვაქვს. რეჟიმი მკვიდრდება. კი არის იქ ბევრი ასე ვთქვათ, ყანყალი, მოწყვლადობები, მთელი რიგი გადანაწილებები და ასე შემდეგ, რაც რეჟიმს მოწყვლადს ქმნის და ასე ვთქვათ, ეხლა კარგი პერიოდი არის ასე ვთქვათ, რეჟიმისთვის სირთულეების შექმნის. მაგრამ არის მედალს ორი მხარე აქვს ყოველთვის და მეორე მხრივ ლაგდებიან, ივარცხნებიან და რეპრესიული აპარატის გამართვა მიმდინარეობს და ჩვენ თუ დროზე არ ვიმოქმედებთ, ესენი დამკვიდრდებიან და გვექნება რუსული მონათმფლობელური გარემო და მე და თქვენ ესე ვეღარ ვისაუბრებთ ვერც ერთ შემთხვევაში და ვერც ეს ტელევიზია იქნება და ვერც ვერანაირი თავისუფალი სივრცე ამ ქვეყანაში ვეღარ იარსებებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ძალიან მაღალი ალბათობით. კი, არსებობს უამრავი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გარედან და შიგნიდან კიდე რაღაც გავლენები მოახდინოს, მაგრამ ეს
დროითი განგაში ჩვენ საზოგადოებას უნდა გქონდეს. ჩვენ წლის ბოლომდე ეს რეჟიმი უნდა მოვიშოროთ. ეს არის, ანუ აი მთლიან დროით დიაპაზონს ვიძახი სტრატეგიულად რო შევხედოთ. მოდით მაშინ მივყვეთ თქვენსავე ლოგიკას მივყვები და შეფასების ნაწილში რთულია რამეში არ დაგეთანხმოთ. უბრალოდ ცოტა რაც დამაკლა და ამ შემთხვევაში ეჭვი მაქვს თქვენ ამაზე აპირებდით საუბარს. მე უბრალოდ კიდევ უფრო ფოკუსს თქვენ როგორც თქვი გავასწორებ. იმ გამოუცდელობების თუ ამ ახალი ტიპის და ახალი შინ ფორმის რეჟიმთან დაპირისპირების გამოცდილება კი შევიძინეთ და თქვენ ამბობთ რომ ახლა სხვა ტიპის გამოცდილებით უნდა დაუპირისპირდეთ. ეს მოითხოვს ორგანიზებულობის უფრო მეტ ხარისხს და კოორდინაციის უფრო მეტ ხარისხს. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც თქვენ თქვით, რომ თითოეულმა ადამიანმა იფიქროს თავის წილი პასუხისმგებლობის შესატანი წვლილის თუ გასაღები მსხვერპლის ამ შემთხვევაში გულისხმობ მსხვერპლში გულისხმობ დრო იქნება ეს, ფინანსი იქნება თუ სხვა რამე. ანუ რისთვის არის მზად რომ გაიღოს, რა გაიღოს მან თავისი ოჯახის კეთილდღეობის დროის თუ ასე შემდეგ, ხო? ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას რომ აცნობიერებდეს ადამიანი, მეორე მხრიდან ამას უნდა ეხმარებოდეს გარკვეული ორიენტირები, სად შეიძლება ეს მისი წვლილი გამოყენებული იქნას. ამ მხრივ მე როგორც ჟურნალისტი ვალდებული ვარ კრიტიკულად შევხედო სიტუაციას და გითხრათ რომ სურათი ნათელი არ არის, ეს კიდევ რბილად ნათქვამია. ვიცით რომ ეროვნული კრების სახე ექნება, ვიცით რომ რაც კენჭისყრის და მაგვარი ჩატარდება, რითაც არსებული რეჟიმის შეფასება მოხდება და შემდეგ რაღაც ახალი ტიპის გეგმა ან ნაბიჯები გამოცხადდება. ალბათ ამას ულტიმატუმის ფორმაც ექნება რეჟიმთან მიმართება. შეიძლება არც კონდეს და როგორც ბატონი პალატა ამბობს ხოლმე, ჩვენ გამოვაცხადებთ ახალ რესპუბლიკას, გამოცხადების მიღმა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება აღსრულება, ანუ ძალაუფლების განხორციელება, რომელსაც პირველ რიგში სხვისთვის ამ ძალაუფლების გამოტაცება წინ უნდა უსწრებდეს. აი, ამ მიმართულებით სამუშაოთი რამდენად კმაყოფილი ხართ, რომ ვთქვათ ობიექტურად. ეხლა გულწრფელები რო ვიყო, ჩვენი საერთო ამოცანა რა არის? მე ისევ როგორც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის გულშემატკივარი, ნებისმიერი დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანი გულშემატკივრობ ცვლილებებს, აუცილებელია გარდაუვალი წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მართლა შეიძლება შევიდეთ ძალიან ღრმა სპირალში ამ ავტორიტარიზმის კიდევ უფრო მეტად კონსოლიდაციის, საიდანაც გამოსვლა კიდევ უფრო ძვირი დაგვიჯდება. ეს კარგად მესმის. საქართველო ვერ გარუსდება, არ გარუსდება და რაც არ უნდა ასე ვთქვათ, გამოთქვას სურვილებიც და იმედებიც, რომ ზედმეტია ეს ხალხი, ვინც ასე ფიქრობს თურმე და საქართველოდან წავიდეს, ეს ასე არ მოხდება. მაგრამ უფრო ძვირი დაგვიჯდება, უფრო მეც დავკარგავთ, ქვეყანასაც უფრო მეც დავაკარგვინებთ, ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს მოვაკლებთ ამ პერსპექტივას. ერთია რომ მართლა ძალიან გვიჩქარება ყოველას და მეორეა რამდენად პასუხისმგებლობით ვეკიდებით პოლიტიკურად ამ პროცესს, თორე ხალხი დიდი ხანია ამას პასუხისმგებლიანად ეკიდება. გეთანხმებით. მოდით ესე შევხედოთ, ანუ ბამბატი დავამატებ, ხელისუფლებამაც გამოიტანა გარკვეული გაკვეთილები და ის რგოლები, რომლებიც შეიძლება ბუნებრივ მაკოორდინირებელ სისტემებად ქცეული იყვნენ, ხო, ანუ პოლიტიკური პარტიები, მათი გაერთიანებები, გამოთიშა რა, უბრალოდ დაიჭირა, დააპატიმრა, ისეთ ნაბიჯები გადადგა, რომ ერთმანეთთან დააპირისპირა, საიდანაც გამოსავლის პოვნა 4-მდე ყოველ შემთხვევაში ძალიან რთულია. ხო, აი სიტყვაზე მამუკა ბადრი ისე გამოუშვა, რომ ეხლა მართლა უკან ხوار შებრუნდებოდნენ ძალით შიგნით და ასე შემდეგ, არა? შექმნა ეს ბუნებრივი წინააღმდეგობები, რამაც უნდობლობა გაზარდა, კოორდინაციის ხარისხი შეამცირა და ჩვენ აი ამ 4-ს ხვდებით ასეთ სიტუაციაში პოლიტიკური ლიდერები არ არიან, ვინც თითოეულად არჩენილი, რომელიც პარტიულად ვერ იღებს პასუხისმგებლობას და ამათ შორის რაიმე ტიპის კოორდინაცია 4-მდე რთულად წარმოსადგენს. კი ბატონო. ესე იგი, ნახეთ, მოდით შევხედოთ რამოდენიმე განზომილებაში. ერთი განზომილება არის, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ იმისთვის, რომ აი ეს რაღაც ასპექტები, რომელიც ლეგიტიმაციას და შემდგომში მე რა იქნებას ეხება, ეს შესაძლებელი გახდეს. ანუ პირველ რიგში ეს არის ამბავი ფოკუსის, რომ საზოგადოებას უნდა გავასწორებთ, დავეხმაროთ საზოგადოებას გაასწოროს ფოკუსი, რა ტიპის ბრძოლა ეხა განსახორციელებელი. ამ თვალსაზრისით სანამ კონკრეტულად რაღაცა მონახას ვიტყვი ჩემი პერსპექტივიდან და არა მარტო ჩემი პერსპექტივიდან, ბევრ ადამიანთან მაქვს კომუნიკაცია და ასე ვთქვათ, ჩვენ თანხმდებით ზოგადად ამ მიდგომაზე. ესე იგი, არის მოცემულობა, რომ ეს არის სცენარი, რომელიც რეჟიმს უნდა. აი იმ სცენარში ჩვენ არ უნდა შევიდეთ. ეხლა ეს სცენარი საკმაოდ ისე სწორხაზოვანია და საკმაოდ ადვილად ამოსაცნობია, აქ რაღაცა განსაკუთრებული საიდუმლება და იდუმალით მოცული ეს არ არის, ამას ჩვენ მათ პროპაგანდაში ვხედავთ. რეჟიმს უნდა, რომ ოპოზიციური საზოგადოება, წინააღმდეგობის ფრონტი და ასე შემდეგ
პოლიტიკურ ველს და საზოგადოებრივ ველს ორივეს გულისხმობ, უნდა წარმოაჩინოს მოძალადედ, დესტაბილიზაციის წყაროდ, ქვეყნის დამღუპველად, ქაოსის შემომტანად, რა ვიცი, რუსული აგრესიის გამომწვევად და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ არ უნდა შევიდეთ ისეთ ტიპის მოქმედებებში, სადაც რომლის საფუძველზეც რეჟიმს გაუადვილდება აი ამ ტიპის სურათის შექმნა და შეგვისუსტებს ჩვენ რაღაცა შეარყევს ჩვენს მორალურ უპირატესობას, ან ხელს შეგვიშლის რაიმენაირად საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციაში, ანუ ჩვენ ისეთი ფორმებით არ უნდა ვიბრძოლოთ, რომელიც რეჟიმისთვის იქნება ამ მხრივ ძალიან საინტერესო და სასარგებლო და დაეხმარება რეჟიმს დამკვიდრებაში. ეს ერთი არის, ზოგადად ეს საზოგადოება უნდა ვიცოდეს და ყველა იმ ადამიანმა, ვინც ახლა ჩვენ რაღაცა ეპიცენტრში ვიქნებით, ფიზიკური წინააღმდეგობის თუ საინფორმაციო წინააღმდეგობის, იმიტომ რომ ეს ორი აბსოლუტურად ურთიერთდამოკიდებული და ურთიერთგამომდინარე მოცემულობა არის ამ ბრძოლაში და შესაბამისად ეს უნდა ვიცოდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევყვეთ მაგ სცენარში. ეხლა რომელი არის ასე ვთქვათ ჩვენ მხარეს სცენარი? ესეც შეგვიძლია ძალიან ღიად ვთქვათ და საზოგადოებამ სტრატეგიულად ფოკუსი გავასწოროთ, რომ ჩვენ გვჭირდება ღიად ვაღიაროთ ჩვენი თავის წინაშე, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ ამ რეჟიმის ფიზიკური პარალიზება. ესენი ფიზიკურად უნდა გავაჩეროთ. ფუნქციურად შევაჩეროთ, რომ მათ ვერ შეძლონ ფუნქციონირება. ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემური პარალიზება და ისინი ანუ ვერ ბრძანებების გაცემას აღარ უნდა მოყვებოდეს რეაგირება და ეფექტი. რეჟიმი უნდა სრულად ჩამოვშალოთ ფუნქციურად. ისინი უნდა დარჩნენ უბრალოდ სადღაც შენობებში მყოფ ადამიანებად, რომლებსაც არანაირი მართლობითი ბერკეტები აღარ აქვთ, არაფერი აღარ ემორჩილებათ. აი ამ წერტილამდე უნდა მივიყვანოთ. ამ წერტილამდე რომ მივიყვანოთ ჩვენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ, ასე ვთქვათ, ფიზიკურად წერტილების დაკავება და გამაგრება. აი 4 ოქტომბერს რომ მივალთ იქ და რომ დავდგებით რომ მოვახდენთ ძალის დემონსტრირებას და კარგად რომ შევიგრძნობთ ემოციურად, აქ ემოცია ძალიან მნიშვნელოვანია და განწყობა, რომ შევიგრძნობთ ერთად დგომის, აი ამ სიძლიერეს, აი ამ სიამოვნებას, აი ამ ახტაცებას, რომ ჩვენ აქ ერთად ვართ. ეხლა უკვე ფოკუსი გასწორებული გვაქვს. ეხლა უკვე ვიცით, რომ ეს რეჟიმი უნდა დავასრულოთ, რომ ჩვენი მოქმედებების შედეგი უნდა იყოს ამ რეჟიმის ჩამოშლა. ოღონდ ისეთი გზებით რომელიც მათ სცენარში არ შეგვიყვანს და არამედ ჩვენ სცენარში გადმოიყვანს რეჟიმს. ეს ჩემთვის და ბევრი ადამიანისთვის, ვისთანაც მე კომუნიკაცია მაქვს, ეს გულისხმობს, რომ ჩვენ ვიკავებთ პოზიციებს, ეს არის აბსოლუტურად ჩვენი კონსტიტუციური და ლეგიტიმური უფლება, ნებისმიერ წერტილში. რა რაოდენობითაც ჩვენ გვინდა, შეგვიძლია მივიდეთ, დავდგეთ და იქიდან არ გავიდეთ, არ წავიდეთ უბრალოდ. ვიკავებთ წერტილებს, ამ წერტილებთან დაკავშირებით სიტუაციური მენეჯმენტი იქნება და აქ არსებობს რაღაც სტრატეგიული ბუნდოვანება, რომელიც რეჟიმისთვისაც ძალიან, ასე ვთქვათ, დამაზიანებელია და ჩვენც არ გვჭირდება. იქნება მომენტები, როდესაც ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღების პროცესი იქნება, ნახევრად ქაოტური, ნახევრად სტრუქტურიზებული როგორც იქნება. ეხლა რაღაც იდეალიზმში არ მინდა გადავარდე, პერფექციონიზმში არ მინდა გადავარდე, მაგრამ სრულიად დეცენტრალიზებული ქაოტური არ უნდა იყოს ეს. სრულიად დეცენტრალიზებული და არაკოორდინირებული პროცესები ვნახე ნოემბერ-დეკემბერში და საკმაოდ მაღალი თვითორგანიზების უნარი გვაქვს თუ საზოგადოება. ჩვენ გააზრებული გვაქვს რა სტრატეგიით ვმოქმედებთ. თავდაცვა და მოგერიება არის ძალიან ვიკავებ წერტილს, ვიცავ თავს, ვიგერიებ რეჟიმის თავდასხმას. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი დავინახოთ, რომ რეჟიმს აქვს ძალიან სერიოზული დილემა. არა მარტო ამ რეჟიმს, არამედ აი იმ მთავარ რუსულ რეჟიმს და მის ანასხლეთსაც. აი ჩვენ ახლა საზოგადოება ფოკუსს გავასწორეთ, მე დარწმუნებული ვარ ამაში ესეც იქნება, იმიტომ რომ ჩვენ აი ეს გამოცდილება, წინა გამოცდილება ამაში გვეხმარება. ვიცით ჩვენ რომ კოორდინაცია გვჭირდება, ოღონდ არა იერარქიული კოორდინაცია. ამიტომ ადამიანები და ჯგუფები, რომლებიც რაღაც თავის თავზე იბავენ რაღაც პროცესებს, ეს არის გარკვეულწილად შეცდომა და ასევე საფრთხის შემცველი მათთვის და ჩვენ ვნახეთ რომ ლევან ხაბეიშვილის პიროვნებას მიება რაღაც პროცესები და პროცესების ჩახსნა მერე რეჟიმს წადა ლევან ხაბეიშვილის თამაშის კრები და გაყვანა. ყველაფერთან სრული იზოლაციით ჩვენ გვაქვს მონაცემები რომ მართლა სრული იზოლაცია. კი ბატონო, ჩემი აზრით ეს იყო შეცდომა და ზოგადად ნებისმიერი, ანუ ეხლა არის სხვანაირი ბრძოლა. ეხლა ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ როგორც ერთიანმა ორგანიზმმა, ნეტვორკმა, ჰორიზონტალურმა ნეტვორკმა. რეჟიმა ვერ უნდა გაიგოს და ჯერჯერობით ვერ გაიგოს ად არის თავი და ბოლო. თავებს სადაც ხედავს, იმ თავებს აძრობს რეალურად რა. მაგრამ ვერ უნდა გაიგოს. აი ესეთი ძალიან მაგარი საინტერესო ბრძოლა გვაქვს ეხლა ჩვენ ქართულ საზოგადოებას. ეს ბრძოლა, ისეთი ბრძოლა, რომელიც წარმოშობს ახალ საზოგადოებას. ეს იქნება საზოგადოების მიერ მოხდენილი გარღვევა, საზოგადოებრივი ნეტვორკის, მებრძოლი ადამიანების მიერ მოხდენილი გარღვევა. და აქ იქნებიან ძალიან ბევრი გმირები და ადამიანები, რომლებიც ცენტრალურ როლს შეასრულებენ, ვერც კი წარმოგვიდგენია ეს ადამიანები რო არსებობენ, მაგრამ არსებობენ. ხო? და ეს არის მე ძალიან დიდი ენთუზიაზმით მავსებს ეს
ამბავი რეალურად. ეხლა ნახეთ რა არის ეს ახალ ეტაპზე გადავდივართ. ეხლა ესე იგი ჩვენ თუ ფოკუსი ის რაც ეხლა თქვენი საუბრეთ. ბოდ პირდაპირ გითხავთ, ეს თქვენი სურვილია თუ არა, ჩემი დაკვირვება არის. თქვენი დაკვირვება. დიახ, მე პირადად ძალიან დიდი ენერგია ჩავდე და ჩემმა თანამებრძოლებმა და მეგობრებმა ჩავდე ძალიან დიდი ენერგია, რომ შეგვექმნა წინააღმდეგობაში და საპროტესტო ძალისხმევაში ჰორიზონტალური მოცემულობა, რომელიც დღის წესრიგ ძლიერ დღის წესრიგ შექმნიდა, ემოციურ დღის წესრიგ შექმნიდა, სწორ განწყობას გააჩენდა, ყველანაირი ვერტიკალისა და ყველანაირი, ასე ვთქვათ, რაღაცა ისეთი მოცემულობებით, რომელიც არის მოწყვლადი რეჟიმის პირობებში. იმიტომ ვერტიკალური მოცემულობა რეჟიმი საკმაოდ ძლიერი, ჰორიზონტალურ მოცემულობებთან მათ უბრალოდ ძალა არ გააჩნიათ. ჩვენ ამაში უნდა ჩავაჭიროთ. ეხლა ვამბობდი, რომ არის დილემაში არიან ესე. ესე იგი, მათ ძალის ხისტი ძალის დემონსტრირება რომ მოახდინონ მათ, ეს იწვევს ძალიან სერიოზულ აქსელერაციას და ჩვენი მუხტის ამაღლებას და საზოგადოების გააქტიურებას ისეთი ფორმებით, რომ შეიძლება წალეკოს უბრალოდ ყველაფერი. ამავე დროს ძალის არ დემონსტრირება, იწვევს სისუსტის დემონსტრირებას მათი მხრიდან, რომელიც ასევე ათამამებს და იმაშუება რა აქსელერაციას უკეთებს საზოგადოების მოქმედებას, რომ მაშინ ესენი თავზე რაც მაზიან აქ, ხო? და ასუსტებს შედამდგრადობას. აი ამ შუა გზაში უნდა აი ამ შუა მოცემულობაში უნდა ჩავაჭიროთ ჩვენ და უნდა ვიაროთ შუა გზით. ანუ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა რეჟიმში რომ თავის ავანტურისტულ რაღაცა რუსულ რეჟიმში იმასე რუსულ ავანტურისტულ სცენარში შეგვიყვანოს, რომელიც ნიშნავს რომ აქ რაღაცა ქაოსი უნდა ქაოსს ვაწყობთ ან რაღაცა მაგდაგვარად და თითქოს ჩვენ ქვეყანაზე კი არ ვზრუნავთ. ანუ ფეხზე გვიდია ქვეყანა და ოღონდ ჩვენსაც მივახციოთ, ყველაფერს სწავლეკოთ. ეგრე არ არის რასაკვირველია, ხო? და შესაბამისად, ანუ ეს სურათი ვერ უნდა შექმნას და ამავე დროს ჩვენ უნდა ვაიძულოთ რეჟიმი, რომ საბოლოო ჯამში ისეთ ასე ვთქვათ, ფიზიკურ ისეთ დისფუნქციამდე მივიყვანოთ, რომ საბოლოო ფარხმალი დაყაროს და კარდინალურ ცვლილებებზე წამოგვდეთ. კარდინალურად დაგუნებდეს, რასაც ქვია რა. და მათ აქვს სააზროვნო სხვათა შორის ესენი რომ დაინახავენ, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, რაღაცა კულმინაციური მომენტი გადავლახეთ და ეს შეუქცევადი პროცესი არის და ვერც გუნაშვილის დაჭერით, ვერავის დაჭერით, ვერაფერს ვერ უშველიან და ეს შეუქცევადი პროცესია. მაგ დროს ისინი შეიძლება რაღაც წინადადებებით გამოვიდნენ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მაგ წინადადებებთან ადეკვატურად ვიმოქმედოთ, იმიტომ რომ იქ შეიძლება კიდევ ბევრი სხვა რისკები იყოს და ასე შემდეგ. მაგ დროისთვის მე ვფიქრობ, რომ უკვე საზოგადოებრივი სიმძიმის ცენტრი იქნება საკმაოდ სერიოზული ფორმირებული, იმიტომ რომ ამ პროცესში ხა ბევრი რაღაცა რაც ასე ვთქვათ, ცოტა ქაოტურად იქით-აქეთ მოძრაობდა ამ საპროტესტო წინააღმდეგობის რადარზე, ეს რაღაცები უცებ შეიგრება და რაღაც კავშირში მოვენ ნეტვორკს რო გულისხმობ. ეს აუცილებლად ერთმანეთს იპოვის ეს წერტილები და უცებ დავკავშირდებით და მოვალთ ასე ვთქვათ პროცესში და ნახეთ რა არის მთავარი დავასრულოთ თქვენც შეაჯამეთ მთავარი იგი შევაჯამებ ხა ანუ აი ეს ამბავი ამ პროცესში რო ვიქნებით აი ეს დანარჩენი ლეგიტიმაციის თემა იქ სხვადასხვა იდეები ხა პაატა ბურჭულაძის იდეა არის გასაგებია იქ კიდე ეროვნული საბჭოს იდეა ტექნიკური მთავრობის იდეა სხვადასხვა იდეებია და ხედვები ამასთან ჩვენ შეთანხმება გვაქვს მისაღწევი რა მაგრამ ანუ აი ამ შეთანხმების მიღწევის პროცესი რაღაცა გარკვეულ დონეზე დაწყებულია ეს სატესტო რეჟიმში რა და ეს უნდა გაგრძელდეს ეხა 4-ისთვის ვნახავთ რა იქნება როგორ იქნება 4-ის მერე ბრძოლა დაიწყება ეს მოლოდინი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველას კონდეს რომ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მედეგობა ამ პროცესში 4-ში უნდა ვაჩვენოთ გამარჯვებები ერთად დგომის რომ და იმ სულისკვეთება რომ რეალურად ვერსად ვერ გამწევს რეჟიმი აწყილის ჭავლი გაზი მნიშვნელობა არ აქვს ტიტუშკებს შემომასებს რაც არ უნდა იყოს მე იმ წერტილს არ დავთმობ მე ანუ ქართველი საზოგადოება არ დავთმობ იმ წერტილს და არც სხვა წერტილებს რომელსაც მე პროცესში დავიკავებთ და აი დანარჩენი აი ამ ბრძოლის პროცესში როდესაც აი დაინახავს ქართველი ხალხი და ჩვენი ის ხალხი ვისაც რეალურად ქვეყნის ბედი ხელში უპყრია ეხა და ანჩეს ვისაც არ აინტერესებს და ასე ვთქვათ ეგ რა ვთქვათ გადავწყვეტ მაგათ ბედსაც იმიტომ რომ უბრალოდ არ აინტერესებთ არ ერევიან პროცესებში და შესაბამისად ანუ ვისაც ბედი უყრია ჩვენ დავინახავთ ეს განწყობა შემოვა რომ აი ეს არის აკეთებელი ეს არის გასაძლიერებელი აი ეს პროცესია გასაძლიერებელი სადაც დავინახავთ რომ წერტილები არის ასე ვთქვათ გასამაგრებელი და ვნახავთ რომ ცოტა ხალხია იქით უნდა გავემართოთ და გავაძლიეროთ ამის კომუნიკაცია ყველაფერი იქნება ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ცოტა ქაოტური ცოტა ბუნდოვანი მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ რომ რეალურად ჩვენ ვიგერიებთ რეჟიმს რეჟიმი ამ მოგერიებაში იცვითება მორალურ სერიოზულ მაშინ წნეხში იმყოფებიან და ვქმნით საზოგადოებრივი ასე ვთქვათ სიმძიმის ცენტრს სადაც წელან წინა გამომსვლელი რო საუბრობდა ჩემი პატივისცემა არ ვიცი რომ პიროვნულად მაგრამ სწორი აქცენტები გააკეთა
გადმოვიყვანთ ჩვენ მხარეს ყველა პატიოსან პოლიციას, ყველა პატიოსან ძალოვანს, რომელიც ელოდება გარღვევას, მაგრამ ამავე დროს ვერ ბედავს გადაწყვეტილების მიღებას, იმიტომ რომ ჩვენ ესეთი კარგად, ასე ვთქვათ, კაფიოდ ფორმირებული საზოგადოებრივი სიმძიმის ცენტრი არ გვაქვს ჩამოყალიბებული, რომ სად მოვიდეს, ვისთან მოვიდეს, რა გააკეთოს. ეს იქნება აუცილებლად ამას მივახცევთ და საბოლოო ჯამში იქნება კულმინაცია იმ თვალსაზრისით, რომ რეჟიმი ბოლომდე, ასე ვთქვათ, განაიზრო ვეღარ სრულდება ბრძანებები. მერე აღარ სრულდება ბრძანებები იქნება და ჩვენ შევალთ მერე უკვე მოლაპარაკების პროცესში და ნახოთ მერე რაზე იქნებიან წამსვლელი და ეს დავამთავრებთ ამ პროცესს და დავუბრუნდებით იქ სადაც უნდა ვიყოთ. მადლობა. მადლობა დიდი. გაშოს დამშვიდობები.